მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მენელებო, დღეს 10 დეკემბერია, ოთხშაბათი დღე. მე გიბრუნდები განახლებული ინფორმაციების სპორტის შესახებ. პირველი ის არის, რომ ჩვენი სასაუბრო თემა არის ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე. მინდა გესაუბროთ გუშინ, რომელიც 7 მატჩიდან ჩატარებულ მატჩებზე მინდა გესაუბროთ. აქედან გამომდინარე მორიგი მატჩი შედგა, რა თქმა უნდა, გუშინ მიუნხენის ბაიერნმა 3-1 მოიგო და ძალიან ადვილად მოახერხა გამარჯვების მოპოვება და 3 ქუდი ჩაწერა. ასევე მე იგივე ვიტყოდი ლივერპულმა მილანის ინტერთან ძალიან დაზაბულ და დრამატულ ბრძოლაში მაინც აჯობა 0-1 დამარცხდა მილანის ინტერი და ძალიან თანაბარი თამაში და პრინციპული მატჩი იყო, რა თქმა უნდა, და ლივერპულ გამარჯვება ჭირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულ თავად თუნელისთვის ახლა მხოლოდ გამარჯვებების საჭიროება იმის მიუხედავად დაიწერა ინგლისურ პრესაში, რომ ახალ თუნელს ეძებს უკვე ლივერპულის ხელმძღვანელობა და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, ბარსელონა აინტრახტთან 2-1 მოიგო. მორიგი მატჩი შედგა იქაც PSV-მ, რა თქმა უნდა, თავიდანვე ძალიან დიდი უპირატესობით და ბორცვით დაიწყო და ეს გამოჩნდა კიდევაც ერთი წინას უგებდა მადრიდის ატლეტიკოს, მაგრამ საერთო ჯამში 5 გოლიანი მატჩი შემოგთავაზა ამ ორმა გუნდმა, რომელიც მადრიდის ატლეტიკომ 2-3 მოიგო. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვილიარეალი კობეხაგენთან ძალიან პრინციპულ მატჩს გამართავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვილიარეალი მხოლოდ მოგების შემთხვევაში კი მე-6 ადგილზე გადაინაცვლებს და ამ 12 საუკეთესო გუნდში რო გადაინაცვლოს ვილიარეალი და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდეს, ამისთვის კიდე საჭიროა დარჩენილი 3 მატჩი. მხოლოდ მოგების შემთხვევაში გაინჯობეს მდგომარეობას და პლეი-ოფში გავა ვილიარეალი აუცილებლად. ეხლა როგორც მოგეხსენებათ, იუვენტუსი გამართავს თავის მატჩს, რომელიც ძალიან საინტერესო და პრინციპული და ძალიან ადვილი მატჩია. დღევანდელს მეტოქეს თუ აჩავთ 100 გუნდი არაა, პრინციპულად დიდი ისტორია არ აქვს. დღეს თბილისის დროის პარი სენ-ჟერმენი ატლეტიკო ბილბაოს უნივერსალზე შემოგთავაზა პირდაპირ ეთერს. თუ მოგიწონათ ვიდეო გამოიწერეთ და ლაიქი.